დიახ მიშა ამ წუთებში დეპუტატები უკვე აკეთებენ პირველ კომენტარებს და შეფასებებს ჩვენს გვერდით იმყოფება ნაციონალურ მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. ბატონო ნიკა, თქვენთვის პირადად ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო იმ მესიჯებიდან რომელიც დღეს პრეზიდენტმა გააჟღერა? მნიშვნელოვანი მოსალოდნელიც იყო უკანასკნელი თვეების განმავლობაში, როგორც იქნა პრეზიდენტი საუბრობს იმ რეალობაზე, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი, მან ისაუბრა რომ ხელისუფლება თვით იზოლაციას ახდენს, რეალურად თვით იზოლაციაშია და თავის თავში ჩაიკეტა, მაგრამ მე აშკარად დამაკდა მისი მხრიდან საუბარი არაფორმალურ მმართველობაზე, რომელიც მოსწრენიც ვართ თითოეული ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქე. აი ეს ნამდვილად იყო როგორც მინიმუმ უბრალოდ არ არსებობდა და დანაკლისი იყო პრეზიდენტის გამოსვლაში ქვეყანაში, სადაც რეალურად სუსხარ ამბს დაპირდა ქართული ოცნება 2012-ში, 2016-შიც. კი არ მივიღეთ ევროპული სახელმწიფო, ჩვენ ქვეყანაში მოქალაქეებს სურთ მივიღოთ ევროპული სახელმწიფო, ევროპულ სახელმწიფოში კონდეთ საშუალება რომ სამსახური იშოვონ, კონდეთ საშუალება ამ სამსახურით გამოყვებონ საკუთარი ოჯახების შვილები და არ სურთ მათ იცხოვრონ ივანიშვილის ბაღში. ეს ქვეყანა თავიდან ბოლომდე იმართება ერთი ადამიანის მხრიდან, მთელი სასამართლო სისტემა პრაქტიკულად დაანგრია ამ ადამიანმა, ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია, ივანიშვილი მყავს მხედველობაში, ცდილობა აქვს რომ მთლიანად მედია მოსპოს და აი ამასთან დაკავშირებით მეტი აქცენტი უნდა გაკეთებულიყო პრეზიდენტის მხრიდან. რა თქმა უნდა, ზოგადი ფრაზები ძალიან კარგია, მისასალმებელია, მაგრამ ის რეალობა, რომელიც იყო და რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში უკანასკნელი წლების განმავლობაში, ნამდვილად არ იყო ასახული მის გამოსვლაში და ეს მე და არა მხოლოდ მე დარწმუნებული ვარ, ალბათ ყველას დააგდა. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართული ოცნების დეპუტაციის დამოკიდებულება და გამოჩნდება მათ გამოსვლებშიც მე დარწმუნებული ვარ, ის უდიერი დამოკიდებულება, რომელსაც იჩენენ უკანასკნელი თვეების განმავლობაშიც მარგველაშვილის მიმართ და დღესაც რეალურად ბატონ პრეზიდენტს მოგწონს, არ მოგწონს, იგი არის უმაღლესი არჩევითი თანამდებობის პირი და პრაქტიკულად იგრძნობოდა რომ დარბაზში ისინი არ აღიქვამდნენ მას როგორც პრეზიდენტს. რას გულისხმობ? გულისხმობ რეალურად უბრალოდ ამ დარბაზში მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები ვუსმენდით ყურადღებით ერთი შეხედვითაც ჩანდა და შეურაღებელი თვალიც შეამჩნევდა ამას, რაც არ არის გასაკვირი, სწორედ იმიტომ რაც ვახსენეთ თავში ამ ადამიანებისთვის, ქართული ოცნების დეპუტაციისთვის ყველაფერი ალფა და ომეგა არის ერთი ადამიანი, ბატონი ივანიშვილი და აი ბატონი ივანიშვილზე რატომ არ ისაუბრა პრეზიდენტმა, ეს ძალიან უცნაურია. მე უკანასკნელი თვეების განმავლობაში რაც მის კამპანიას ასე თქვა ვაკვირდები მოსვენების კანონპროექტთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში შესატანცროებებთან დაკავშირებით, ქონდა მოლოდინი, რომ იგი შეეხებოდა ძირითად პრობლემას. ამ ძირითად პრობლემაზე მას არ უსაუბრია ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნიკა. ახლა კი ჩვენ მოვისმენთ პირველ შეფასებას ევროპული საქართველოს მხრიდან, კერძოდ კი ელენე ხოშტარიანის მხრიდან. ქალბატონო ელენე, თქვენთვის რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? მოვისმენთ გარკვეული კრიტიკა იგივე მოსმენების